თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. დღეს ვისაუბრებთ ცნობილი ქართველი პოეტისა და მსახიობის, მოცეკვავისა და პუბლიცისტის, ჭკუის დამრიგებლისა და რასპუტინის, ყველა ქალბატონის საოცნებო ვაჟკაცისა და უბრალოდ კაიკაცის, გივი სიხარულიძის შესახებ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. გივი სიხარულიძე, ქართველი ერის უგვირგვინო მეფე, ადამიანი დიდი ასოთი, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით ცხადია. ნებისმიერი ქართველი მამაკაცის მისაბაძ და შესაშური ტიპი, კაცი, რომელსაც უკავშირდება ბევრი ქალის სექსუალური ფანტაზიები. ნიშანდობლივია ისიც, რომ გივი სიხარულიძის სექსუალური აღდგინებისა და მონაცემების შესახებ ჯერ ქალი ვერ მოიძებნა და ვერც კაცი პრინციპში, რომ ეს მართალია თუ არა, მაგრამ მოსაზრებები მისი რასპუტინობის შესახებ ნამდვილია და არაა გადაჭარბებული. უბრალოდ ჩვენ ვეყნობით მხოლოდ და მხოლოდ ბატონი გივის მიერ მოყოლილ ისტორიებსა და ნარატივებს, რომელიც შემთხვევაში მოკლებულია სინამდვილეს, მაგრამ მეტიც უმეტესად ბატონი გივი იმ ამბებს იხსენებს, რომლებიც არ გადახდენია საერთოდ. ერთადერთი რაც ნამდვილად მისი მიღწევაა და ვერ წავართმევთ, მისი მაღალი და ემოციური ხმა. მის მიღწევაში შედის ასევე ყველაფერთან, რაც მოძრაობს სქესობრივი კავშირის დამყარება, რაც არ მოძრაობს მის მიერ ამოძრავება და შემდეგ სქესობრივი კავშირის დამყარება და გამომწვევად ჩაცმული ახალგაზრდებისადმი საჯაროდ მიძახება. ამისათვის იბრძოდა დავით აღმაშენებელი? ვაი. მის მიღწევად უნდა ჩაითვალოს, ოღონდ თუ სიმართლეა ცხადია, რუსეთის ყველაზე ელიტარული მეძავისათვის ფულის აქეთ გამორთმევა მომსახურებისთვის და თავის არაბ შეიხად გასაღება. მართალია ამ ისტორიების არავის არ ჯერა, მაგრამ მე მაინც გონია, რომ ბატონი გივი გულწრფელია. რადგან როცა ხშირად იმეორებ ერთი და იგივე ისტორიას, მე შენ თვითონ იჯერებ და მე მართლა გულწრფელად ყვები, როგორც სიმართლეს. ახლა როცა ასაკშია ბატონი გივი, თქვენო არ ირბინოთო ბოზებშიო, დაძდებს ახალგაზრდებს ოჯახის ღალატი არ შეიძლებაო, კაცებს ჭკუას არ იგებს. სატელევიზიო შოუებიდან. შენ რომ დარბოდიო, შეუბრუნა ვიღაცამ კითხვა. მერე კაი იყო? რასაკვირველი არა, მე კი დავუშვი სასიამოვნო შეცდომები, მაგრამ თქვენ არ დავუშვა თუ ანუ არ გვაცლის შეცდომების დაშვებას. ბოროტიანები კი ჩურჩულებენ, რომ რუსი ერის ასე გამრავლება სწორედაც რომ ბატონი გივის დამსახურებაა. აგრეთვე ბატონი გივის ფალოსმა შთააგონა Empire State-ის, Chrysler Building-ისა და დედამიწაზე ყველაზე მაღალი შენობის Burj Khalifa-ს და Eiffel-ის კოშკის არქიტექტორ შემქმნელები, რათა მსოფლიოს დიდ ქვეყნებში წამოეჭიმათ უზარმაზარი შედევრები. ასევე ბატონმა გივი სიხარულიძემ ლომის წვლილი შეიტანა ისეთი ფილმების იდეაში, როგორიცაა Godzilla, გიგანტური რვაფეხა მეგაზვიგენის წინააღმდეგ და King Kong-ი. ეს ყველაფერი ცხადია ხუმრობით. სინამდვილეში მართლა შორს იწვევს გივი სიხარულიძის ენერგია და შემართება. კაცი 83 წლის არის და დარბის ყველა შოუში. დააზდებს ამ დრომდე ქალბატონებს, უჩოქებს, ყვავილებს ჩუქნის, ცეკვავს, ღერის, ლექს ამბობს, წერს წიგნებს, დგას თხილამურებზე, ხტება პარაშუტიდან. აბა რამდენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი? ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.